გამარჯობა. საოცარი სიახლით გიბრუნდებით. Google Chrome-მა შემოგთავაზა ახალი შესაძლებლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ორი სხვადასხვა ტაბი შეიძლება ერთ ტაბში გავაერთიანოთ. ცხადია, თქვენ გამოგიყენებიათ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც არის მაგალითად ერთი ტაბის ხელისმოკიდება და ეკრანის ერთ ნაწილზე და მეორე ნაწილზე კი მეორე ტაბის განაწილება, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი დამოუკიდებელი ფანჯარა, დამოუკიდებელი Chrome-ი გვაქვს გახსნილი. თუმცა თვითონ ახალი Google Chrome-ი გვთავაზობს შესაძლებლობას, რომელიც ასე გამოიყურება. პირველ რიგში გაჩვენებთ, რომ ეს დამატებითი ღილაკი Open Tab in Split View თავისით ჩამემატა Google Chrome-ში, როგორც კი შემომთავაზა და დავუდასტურე, თუმცა რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ ჩაამატოთ, მაგრამ რომც არ გქონდეთ ეს ღილაკი, პირდაპირ იმ ტაბს, რომელშიც გინდათ, რომ გვერდით გაგეხსნეთ, მაგალითად, თქვენი დამატებითი ტაბი, მარჯვენა ღილაკს აწვევით და ირჩევთ Add Tab to New Split View. და ამ ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ უკვე როგორც ხედავთ, გამოდის მარცხენა მხარეს ის აზრშიც ისედაც იყავით, ხოლო მარჯვნივ ყველა ის სხვა ტაბი გახსნილი, რომელიც უკვე გვაქვს. შეგვიძლია ახლა შევარჩიოთ ერთ-ერთი, მაგალითად ელექტრონული აკადემიის ვებგვერდი და თქვენ უკვე დაინახავთ, რომ მართლაც ერთ კონკრეტულ ტაბში ორი ავტომატური page-ი ჩაგვეტვირთა. რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ რომელიმე მხარე მარცხენა არ მარჯვენა დაკეტოთ, აი აქ უკვე დამატებითი ერთ ტაბში არსებული ორი ღილაკით. და აი ჩვეულებრივ ეს ნაწილი უკვე დაიხურა. ასევე გეტყვით, რომ გვაქვს დამატებით კიდევ ბრძანება Add Tab to New Group-ი, ანუ შეიძლება იყოს რაღაცა ჯგუფები და ამ ჯგუფების მიხედვით გქონდეს შესაბამისი ტაბები. როგორც ხედავთ, ფერით შეგიძლიათ მიანიჭოთ და დააჯგუფოთ მაგალითად სოციალური ქსელები ერთად, სამუშაო ტაბები ერთად და ასე შემდეგ. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის, მე გიორგი ორდათუკიშვილი და არ დაგაგცეთ გამოიწვევით ჩემი არხი.